ინტერესებს როგორ გექცეოდნენ ციხის თანამშრომლები და როგორი ადამიანები არიან ზოგადად? ციხის ხელმძღვანელობა? დიახ. აი კიდევ ერთჯერ ვიტყვი, რომ ბიბლია არ არის, თორე ხელს დავდებდი, რომ ზუსტად მინდა გითხრათ. ზოგჯერ იციან, რომ იცი რა თანამშრომლები ცუდები არიან და ესე არ არის. როგორ არის, შეიძლება ოჯახში იყოს 5 ადამიანი და 2 ცუდი იყოს, შენ წარმოიდგინე. და რასაც ქვია პოლიციის სისტემა, რასაც ქვია ციხის სისტემა, ეს 1 და 100 1000-ობით ადამიანი მუშაობს, ხო? და 1000 ადამიანი და რა თქმა უნდა იქნება ისეთი 3, 4, 5, 10 თუ 20 ცუდი, მაგრამ როგორც ასეთი ჩემთვის 99%-ს გეუბნები, რომ არავის არასდროს არ უთქვია ზედმეტი. რაც იყო კანონით, იმ კანონს იყენებდნენ ჩემთვის. ზედმეტი არავის არასდროს არ უკადრებია, პირიქით მომხნევებდნენ, რომ ყველაფერი დაალაგდება, არ ინერვიულო, მათე შენ ჭირდები. ახლა ისეთ რამეს მოგიყვები, შეიძლება ადამიანმა არ დაიჯეროს. უყურე როგორ იყო ანი, ხომ დამაკავეს, ხო გადამიყვანეს ციხეში. რო იმაში გადამიყვანეს მოდულის შენობაში ვიყავი, ხო, თქვათ. ამ მოდულის შენობიდან უნდა მოვიყვანეთ სასამართლოზე. შენ დაიჯერებ, რომ 2 ახალგაზრდა ბიჭი, პოლიციის თანამშრომლები, ამათ უნდა გადავიყვანე. ახლა იმის შემდეგ დიდი დრო არის გასული. უბრალოდ ისეთ რამეს ყვები შეიძლება არც არის მოსაყველი, შეიძლება რა ვიცი, უბრალოდ ადამიანებმა იცოდნენ, რომ პოლიციის თანამშრომელი და ზოგადად თანამშრომლები საქართველოში ცუდები არ არიან. გაჩნია შენ როგორი ტიპი ხარ. როგორი ტიპი ხარ, ისე მოგექცევია თქვათ, ხო? ახლა როცა პოლიციის თანამშრომელია ციხის უფროსია, მას არასდროს არ უნდა აკადრო ის, რაც არ ეკადრება, ხო? ჩემთვის არავის არ მოუთხოვია ისეთი რამე გააკეთო, რომელიც ჩემთვის იყო მიუღებელი სიტყვაზე ვთქვათ. არც უკადრებია და არც გაუვლიათ თავზე. უყურე როგორ იყო. გადმოვყავართ სასამართლოზე და 2 ბიჭმა გადმომიყვანეს. რო გადმომიყვანეს, გზაზე მოვდივარ დიღომში და სადღაც გადაუხვიეს. და რო გადაუხვიეს, მე ვთქვი, საათ გადაუხვიეს, რა არის, რამე დავალება ხო არ აქვს. უყურე, სწორად მინდა მოსახლეობამ გაიგოს, როგორი ადამიანები არიან ქართველი და ქართველი პოლიციელების უმრავლესობა. უყურე, ესენი პოლიციელები იყვნენ და გადაუხვიეს. იყიდეს ლიმონადი. პეისა ბოდიში პეპსიკოლა და იყიდეს ხაჭაპური. და ესე უყურე, თვითონაც ჭამდნენ, და მე დამიგდეს 1 პეპსიკოლა და 1 ნაჭერი ხაჭაპური. თვითონაც